ელი ერთ ვიდეოზე მაგრად ვიწვალე, დავდე და 200 ნახვა დააგროვა, მეტი ვერა. და რა ვქნა, წავშალო? არასდროს არ შეგწხვეს წარუმატებელი ვიდეოსი. არასდროს შეგწხვეს იმის, რომ რატომღაც ახალ შექმნილ გვერდზე ცოტა გამომწერი ყავს. სასირცხვილო ის კი არ არის, რომ ცოტა ნახვა ან ცოტა გამომწერი ყავს. რო ყიდულობ იმისთვის, რომ სხვებს რაღაცა აჩვენო, რაც არ გაქვს, აი ეგ არის სასირცხვილო. არასდროს არ იცი, წარუმატებელი ვიდეო როდის გავარდება, შეიძლება მოხდეს ერთ-ორ კვირაში ან ერთ თვეშიც კი, ასე რომ ყველაფერი ითვლება. ყველაზე პატარა ნაბიჯიც კი საბლაჯამში გროვდება და ჯობია დადო ცუდი ვიდეო და მერე წაშალო, ვიდრე არ დადო. ნაყიდი ფოლოვერები სამუდამოდ ანადგურებს შენს გვერდს, არებს ალგორითმს და ვერასდროს ვეღარ აღადგენ, ასე რომ მოგიწევს წაშლა და თავიდან დაწყება. და გახსოვდეს, ზოგ სოციალურ ქსელს ნაკლები, ზოგს მეტი, მაგრამ დროს სჭირდება. მე ვარ იგივე ადამიანი, იგივე უნარებით და შეიძლება იგივე ვიდეოთი ახალ აკაუნტზე, ჯოჯორობით ნახე როგორი ცოტა ნახვა მაქვს. ამას პირადულად არ ვიღებ, იმიტომ რომ ვიცი ზუსტად იგივე ვიდეოები უკვე განვითარებულ ძველ აკაუნტზე 100,000-ობით და მილიონ ნახვას აგროვებდა და აქ ასე რომ საქმე ყოველთვის შენში არ არის, ეს არის პირველ რიგში ლოტარეის ბილეთი და მეორე მოთმინება. ხო და არასდროს არ შეგწხვეს იმის, რომ დამწყები ხარ, მით უმეტეს როცა მართლა დამწყები ხარ. საიდანღაც ყველამ უნდა დაიწყოს და უბრალოდ გააკეთე.